ნახე, რომ ავტობუსის სანომრე ნიშანი მალავს ზუსტ თარიღს, როცა გამოვიდა თოჯინების ისტორია 1, ან რომ ნაგვის მანქანა ლოცოთი ისევ ჩნდება. თოჯინების ისტორია 5 იმდენად სავსეა მინიშნებებით, რომ პიცა პლანეტის სატვირთო მანქანა ორჯერ ჩნდება. ამიტომ დღეს გადავხედავთ 120 საიდუმლოს კავშირსა და დეტალს, რომელიც ალბათ პირველად რომ უყურე, ვერ შენიშნე. თუ დასაწყისში ყველა Buzz Lightyear-ს დაითვლი, სულ 50 გამოდის. ბაზი მარტო ჩნდება ზღვასთან გაჭედილი კუნძულზე და ელოდება სიგნალს, რომ იქიდან გამოიყვანონ. ეს პირდაპირ მინიშნებაა ფილმზე ნაუფრაგი. და ამ მინიშნებას კიდევ ერთი ფენა აქვს. ნაუფრაგის მთავარი გმირი ტომ ჰენქსია და კუდის ორიგინალურ ხმასაც სწორედ ის ახმოვანებს. Wait a minute. You don't think I meant to knock Buzz out the window, do you, potato? მიუხედავად იმისა, რომ ესენი თანამედროვე ვერსიებია, 50 ბაზი მაინც ჭერათ, რომ ვარსკვლავური კომანდო არსებობს. ეს იგივე პროგრამული შეცდომაა ბაზის 1995 წლის ვერსიიდან, როცა ენდის ოთახში მივიდა და ეგონა, რომ სინამდვილეში კოსმოსური მცველი იყო. ბრწყინავი ვარსკვლავი, რომელსაც ბაზები ვარსკვლავურ კომანდოსთან აიგივებენ, ფორმითა და ნათებით დისნეის კლასიკური სურვილების ვარსკვლავის მსგავსია. როცა ბაზები ტოვებენ კუნძულს, კამერა ცაში ადის და ღრუბლები ტრანზიციის როლს ასრულებენ ბონის სამყაროში. ეს იგივე თეთრი და ლურჯი კომბინაციაა, რომელიც Toy Story-ს 1995 წლიდან განსაზღვრავს. და ეს კომბინაცია მხოლოდ ცაში არ ჩნდება, ის ბონის ოთახის ნახატებშიც და მის ტანსაცმელშიც არის. ერთ-ერთ სცენაში ტრიქსის ფეხებზე ჯერ კიდევ შეიძლება წაიკითხო ბონი, იგივე დეტალი, რომელიც Toy Story დავითყებულ დროში გამოჩნდა. ბონის მამა საცვია მაისური Grand Basin-ის ლოგოთი, იმ ადგილის, სადაც Toy Story 4-ის კარნავალი იყო, რაც უდის დაბრუნებაზე მინიშნებაა. ანდერსონების მანქანას აწერია მოდელის ნიშნული TS5. როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი მანქანის სახელია, მაგრამ სინამდვილეში ნიშნავს Toy Story 5-ს. კამერა ეშვება იმ ხემდე, სადაც ემილი ბავშვობაში ჯესისთან ერთად თამაშობდა. 30 წლის შემდეგ, რაც გაიგო როგორ მიატოვეს, ჯესი ფიზიკურად ბრუნდება იმავე ადგილას, სადაც მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ყველაზე სევდიანი ნაწილი დაიწყო. სილუეტი, ფესვები და ტოტების ფორმა ძალიან გავს ბიჩოსის ცენტრალურ ხეს. ასევე ეს ხე გვახსენებს დედამიწის ახალ სიცოცხლეს ვოლიში. ჯესის შარვალზე ამოქარგულია 1200 Range Road. ეს ნომერი მიუთითებს Pixar-ის ემერვილის ოფისის მისამართზე, 1200 Park Avenue. კენა ჰარისმა გაამხილა, რომ არსებობდა სცენა, სადაც ემილი უკვე მოხუცი კვლავ პოულობდა ჯესის და თავის შვილიშვილს აცნობდა მას. სამწუხაროდ ეს სცენა ამოიღეს, რადგან ისტორია შეიცვალა. მაგრამ ამით გვეუბნებიან, რომ მათი კვლავ შეხვედრა Toy Story-ის სამყაროში ნამდვილად შესაძლებელია. Toy Story 2-დან სიმღერის როცა მას უყვარდი, მელოდია ინსტრუმენტალურად კვლავ ჩდება ჯესის გარშემო. ენდრიუ სტენტონმა და კენ ჰარისმა თქვეს, რომ ჯესი მთავარი გმირი არ იქნებოდა, მაგრამ მარტოობის, ეკრანების და მოძველების შიშთეშის თემა ძალიან კარგად დაემთხვა მის წარსულ ისტორიას. ასევე იყო საუბარი Toy Story 5-ის პირველი ვერსიის შესახებ უოდის გარეშე, რათა შეედარებინათ შეძლებლა თუ არა საგა მის გარეშე განვითარებას. ამ ვერსიის დასრულების შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველაფერი თავიდან გადაწერეს. როცა უოდი კვლავ ჩნდება, მას აცვია პონჩო, რომელიც კლინტ ისტუდის უსახელო კაცს მოგვაგონებს, ზუსტად ისე როგორც კოუბოი, რომელმაც წლები გაატარა მსოფლიოს მოგზაურობაში. უოდის თავზე გაცვეთილი ადგილი შემთხვევით არ დაჩნდა. ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც რესტავრატორმა გაწმინდა და თავიდან შერება Toy Story 2-ში, სანამ უოდის ტოკიოს მუზეუმში გაკეთდნენ. ანუ კი, უოდის უკვე 20 წელზე მეტია, რაც მელოტი ლაქა აქვს. სინამდვილეში ტიტრებში ბეტი მარკერი დრებავს უოდის გაცვეთილ ადგილს, რომ მისი მამაკაცი ასე მოხუცად არ გამოიყურებოდეს. გუნდა ბომისა და ბლეიზის ფანტაზიები სხვადასხვა სტილით შექმნა, რათა აგვიხსნას, რომ ყველა ერთნაირად არ ხედავთ სამყაროს, მაგრამ როცა ემოციურად ვერთიანდებით, შეგვიძლია ერთ ტალღაზე ვიყოთ. შხამიანი ნამცხვის ჭამის შემდეგ რექსი ლურჯად იღებება იისფერი ლაქებით, ზუსტად ისეთი კისეთი კომბინაციით, როგორიც სულივანს აქვს მონსტრების შპეეში. კაპიტანი სასი, პატარა წვეულების ნავი საურუს რექსი, კვლავ ჩნდება ბონის სათამაშოებს შორის. იმავე ეზოში ჩნდება გადაღებილი რობოტი, რომელიც ტრანზიტრონის მოდელს იყენებს, პერსონაჟს მულტფილმიდან სათამაშოების ისტორიას საშინელებდა. მისი ფერები შეცვალეს, რომ დაემალათ, მაგრამ პრაქტიკულად მთელი სხეული უცვლელად დატოვეს. კომპანია, რომელიც ლილიპატს სახში მიიყვანს, სახელწოდებით Ship It. ეს სახელი უკვე გამოჩენილა მულტფილმში სათამაშოების ისტორია საშინელება და Ship It მხოლოდ 5 ისეთი კედზე არ არსებობს. მოგვიანებით მისი ერთ-ერთი ფილიალის ნახვაც შეიძლება ფონზე. ლილიპუტსა და სხვა მოწყობილობებს აწერია ბრენდი Eggman Tech. ეს სახელი თითქოს ახალია, სანამ არ გაიხსენებ, რომ Eggman-ი უკვე არსებობდა პირველი ფილმიდან. მულტფილმში სათამაშოების ისტორია 1 Eggman Movers იყო კომპანია, რომელიც ენდის ნივთებს გადაჰქონდა. 3 წლეულის შემდეგ იგივე ბრენდი, როგორც ჩანს, გადაიქცა ან გაფართოვდა ტექნოლოგიურ კომპანიად. თუნდაც მეორე ხარისხოვანი კომპანიები მოერგნენ ტექნოლოგიას.
და სინამდვილეში ეგმანი იყო რალფ ეგლსტონის მეტსახელი, რომელიც იყო პირველი სათამაშოების ისტორიის პროდაქშენის დიზაინერი და Pixar-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. იაპონური პოსტერი ვუდის წინა პლანზე აყენებს, მაშინ როცა ამერიკული კომპანია ჯესის უსვამს ხაზს. როცა ლილიპადი მოდის ბონის საწოლს იკავებს, ხოლო სათამაშოები ქვემოთ რჩებიან. ეს იგივე კომპოზიცია, რაც სათამაშოების ისტორია ერთიში იყო. ბაზი მოდის ბრწყინვალე სიახლით და ვუდი იატაკზეა გადანაცვლებული. როცა ლილიპუტი ჩნდება, ტრიქსი ამბობს, რომ ერთიც მას უნდა. მეც მინდა ერთი. ეს ხუმრობა უკავშირდება Toy Story 3-ის, სადაც უკვე ნახეთ, როგორ იყო მოხიბლული ბონის კომპიუტერის გამოყენებით. ლილიპადი და მისი პორტალი The Pond შთაგონებულია ლიპფროგის საბავშვო ტაბლეტებით. ბაყატის იდენტობაც იქიდან მოდის. Pixar-მა შემთხვევით არ გამოიგონა მოწყობილობა. მან შექმნა თავისი ვერსია ტექნოლოგიისა, რომელიც უკვე მილიონობით სახლში არსებობდა. და რიბიტი მხოლოდ ბაყატებზე კიდევ ერთი სიტყვების თამაში არ არის. სახელი, პოსტები და ნავიგაცია Reddit-ს პაძავს. სხვა თვალსაჩინო საიტი სახელად Infopedია და ის Wikipedიის იდეას იმეორებს. შავი ბრძანების ფანჯრები, რომლებიც მოწყობილობებზე ჩნდება, პირდაპირ აღებულილია Apple-ის macOS-ის ტერმინალის აპლიკაციიდან, რაც პირდაპირ მინიშნებაა Steve Jobs-ზე, რადგან რომ არა ის, Toy Story არ იარსებებდა. აპლიკაციებს შორის ჩანს Star Adventurer, იგივე სახელწოდებით როგორც ჭიხურში, სადაც დაკი და ბონი პრიზები იყვნენ Toy Story 4-ში. როდესაც ჯესი ნავიგაციას ახორციელებს, ჩნდება კოსმოსური გამოსახულება, რომელიც Wall-დან არის აღებული. ეს მხოლოდ მსგავს galaktikas არ ნიშნავს. ვარსკვლავების მდებარეობის შედარებისას ისინი ზუსტად ემთხვევა. ქვემოთ ჩანს ოკეანე, სადაც მარლენი დაკის ხვდება. ლილიპადი ვუდის ბაფალო ბილად მოიხსენიებს. სათამაშო კოვბოის ძველი დასავლეთის ფიგურად აღიქვამს. ინგლისურ ვერსიაში ჯესი ხვირის. რომ ეს პირდაპირ იმითითებაა Looney Tunes-ზე. When Jehoshaphat the kid has hit the jackpot. აპლიკაციებს შორის ჩანს მისი აიკონი ასახავს სავიერო პიჩიონინის გატოს ერთ-ერთ მტრედს, Pixar-ის შემდეგი ანიმაციური ფილმიდან, რომელიც ვენეციაში ვითარდება. ეფექტების სუპერვაიზორმა დაადასტურა, რომ Blaze-ის ოთახში გატოს მეორე მინიშნებაა დამალული, მაგრამ არ გაამხილა რომელია. თუ იპოვი, კომენტარებში დაწერე. Blaze-ის სახლის გარეთ ჩანს Reddy, ერთბორბლიანი ველოსიპედი, რომელიც Pixar-ის 1987 წლის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის Reddy-ის სიზვრის მთავარი გმირია. Blaze-ის დაფაზე ჩანს პოსტერი ბუნების მკვლევართა ორგანიზაციის, რომელშიც რასელი შედის ანიმაციაში ზევით. ჩელსის ავატარი არის თახვი, რომელიც ძალიან გავს ჰოპერსის თახვებს. კარას ავატარი არის პატარა მრგვალი და ლურჯი ჩიტი, რომელიც მოგვაგონებს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის ჩიტების გუნდს. რეითის ავატარი არის ფოთოლა, რომელიც ფრენსის გავს Bugs Life-დან. როდესაც ლილიპადი ელილიპადი ეძებს ჯესის აუქციონის საიტზე eBid, ეს პაროდია eBay-ის მაღაზიაზე. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იქ წერია თითქოს ჯესი არაფრად ღირს. განცხადების ფოტო Toy Story 5-ისთვის არ შექმნილა. ეს იგივე ჯესის სურათია, რომელიც უკვე გამოჩნდა Toy Story-ის საშინელებათა ისტორიაში. ტაბლეტი პოულობს ძველ შავ-თეთრ ჩანაწერს ვუდის როდეოს შესახებ, რომელიც Toy Story 2-ში იყო ნაჩვენები. ერთ-ერთი აპლიკაცია Chicken Farmers ქვია. ხატულა აერთიანებს ქათამს და ბეღელს, რაც არა მხოლოდ სმარტფონების აპებსა და თამაშებს გვახსენებს, არამედ ალის სათამაშოების მაღაზიას და თავად ალს. ქათამკაც Toy Story 2-დან. სნეპის სურათებს შორის ჩანს ფოტოები, რომლებიც Disneyland-შია გადაღებული. ეს ძალიან უცნაურ კავშირს ქმნის. პარკი, სადაც Toy Story ფილმად არსებობს, ჩნდება იმ სამყაროში, სადაც მისი პერსონაჟები ნამდვილი სათამაშოები არიან. ლილიპადი სნეპის უგზავნის ფოტოს დინოკოს ბენზინგასამართის სადგურის, კლასიკური ბენზინგასამართის სადგური, რომელიც რამდენიმე Pixar-ის ფილმში ჩანს, მაგრამ ყველაზე მეტად ცნობილია Cars-ით. ბატონო ესპინასი გამოჩნდა მღვდლის ფორმაში, რადგან მან უკვე ითამაშა მღვდელი Toy Story-ის საშინელებათა ფილმში. Combat Carly ბრუნდება მას შემდეგ, რაც Toy Story-ის საშინელებათა ფილმში ერთ-ერთ საუკეთესო პერსონაჟად იქცა. მაგრამ იცოდი, რომ მისი პირველი დიზაინი სრულიად განსხვავებული იყო ლიცენზიების გამო. მიტოვებულ სათამაშოებს შორის ასევე ჩანს გადაღებული ვერსია დაგის ნაჭრის თოჯინა ზებრას ფორმით, რომელიც ამშვენებდა მეორე შანსის ანტიკვარიატის მაღაზიას Toy Story 4-ში. დაგის გვერდით ჩანს იგივე ანტიკვარიატის მაღაზიის ვარდისფერი მექანიკური კურდღელი. კარლ უეზერსის გარდაცვალების შემდეგ ერმი ჰადსონმა გადაიბარა Combat Carly-ის გახმოვანება. საინტერესოა, რომ ჰადსონმა თქვა, რომ მან არც კი იცოდა, რომ უეზერსის პერსონაჟს იღებდა, როცა ამ სამუშაოზე დათანხმდა. ამის შესახებ ბევრად მოგვიანებით გაიგო. როცა ეს სამუშაო მივიღე, ვერ მივხვდი, რომ კარლ უეზერსის ნაცვლად მუშაობდი. პიცას ათვალით ინგლისურად და ესპანურად ბადბანის ახმოვანებს. გვეუბნება ყველა თავის საიდუმლოს. გემრიელი. სინამდვილეში Toy Story 1-ის პირველ გერნებში საკვების გაჩერებას Pizza Put უნდა ერქვა და არა Pizza Planet. ცხადია, Pizza Put იყო მინიშნება პიცა ხატზე.
და კანჭის აპარატებში პრიზებად უნდა ყოფილიყო რეზინის პიცების ათვალეებით. ასე რომ Toy Story 5-მა გადაარჩინა ის პიცა, რომელიც 1995 წლის ესკიზებიდან იყო ამოღებული. Smarty Pants არის მოწყობილობა, რომელიც ბავშვებს ტუალეტის გამოყენებას ასწავლის, მაგრამ თუ შეგიმჩნევია, მისი სხეული ისეა დაპროექტებული, როგორც დაკიდებული ტუალეტის ქაღალდის რულონი. სინამდვილეში Smarty Pants-ის ხვითელი სახელური ქმნის Conan O'Brien-ის ვარცხნილობას, რომელიც მისი ორიგინალი გახმოვანების მსახიობია. ერთ-ერთ ფანტაზიაში ტირო ალბლანკო ისევ არასწორად წერს ენდის სახელს თავის ჩილიქებზე, ზუსტად ისე როგორც Toy Story 2-ის ბოლოს. Toy Story 5-ში პირველად ისმის ჯესის თოგზე ჩაწერილი ფრაზები. გაითვალისწინე, რომ ჯესი სერიალში 1999 წლიდან არის, მაგრამ არასდროს ხსმენია, რას ამბობდა სინამდვილეში მისი ხმოვანი მექანიზმი. ძველი მოწყობილობების გასაცოცხლებლად გადმოყენებული ელემენტები არის Power Cell. იგივე ბრენდი, რომელიც Toy Story 1-ში საკომუნიკაციო მოწყობილობაში გამოიყენებოდა, რათა გაეგოთ რომელი ახალი სათამაშოები მოდიოდა. პლასტმასის ხელები სწორად ვერ ააქტიურებს ლილიპადის სენსორულ ეკრანს და მის სამართავად, ამიტომ იყენებენ ლაგარტოსემის წებოვან თათს. სინამდვილეში ეს სემი ნომერი 2 ქვია. ნომერი ნიშნავს, რომ ბონის უკვე ჰყავდა ერთი მანამდე Toy Story 4-ისა და Toy Story 5-ის შორის. კრედიტებში ჩანს სემი ნომერი 3, რაც მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც ის ბასსა და ვუდის გაექცათ, ბონიმ ვეღარ იპოვა და მესამე სემი შეიძინა. ატლასი შეიქმნა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ეჩვენებინა, როგორ მიეღწიათ ნებისმიერ ადგილამდე, მაგრამ წლები გაატარა უჯრაში გამომწყდეულმა. სათამაშო, რომელიც მსოფლიოს ყველა მარშრუტს იცნობდა, საკუთარ თავს გამოსავალი ვერ უპოვა. როდესაც ატლასი ადგილმდებარეობას აჩვენებს, მისი ავატარი ლუქსო ჯუნიორის წითელვარსკვლავიან ყვითელ ბურთს გამოსახავს. მანამდე სანამ Toy Story 5 კინოთეატრებში გამოვიდოდა, ატლასი უკვე დამალულად გამოჩნდა ჰოფერსში. Smarty Pants-ი, ატლასი და Snappy სხვადასხვა ეპოქის პროდუქტებად იყვნენ შექმნილნი. ისინი ცვლიან თავიანთ ეკრანებს, მოძრაობებს, სიჩქარეს და მასალებს, რათა ტექნოლოგიური ევოლუცია იგრძნო ისე, რომ არავის დასჭირდეს გითხრას, რომელი წლისაა თითოეული. გრაფიკა, რომელიც თითოეულ მოწყობილობაზე ჩანს, უბრალოდ ბრტყელი გამოსახულებად არ იყო მიგრული. გუნდმა ისინი ცალ-ცალკე ანიმაცია გაუკეთა და შექმნა ნაკადი, რომელიც ვირტუალური ფანქრით ხატვას გავს, რათა თითოეულ მოწყობილობას თავისი უნიკალური მოძრაობა ჰქონოდა. კენ ჰარისმა დაადასტურა, რომ Tamagotchi ერთ-ერთი ადრეული ვერსიის ისტორიაში შედიოდა, მაგრამ Pixar-მა ის იმიტომ არ ამოიღო, რომ პერსონაჟი ცუდი იყო, არამედ იმიტომ, რომ Bandai-სთან ლიცენზირების შეთანხმება დროულად ვერ დაასრულეს. ხელოვნების გუნდს ისეთი სახლის აშენება მოუწია, რომელიც ემილის ბავშვობიდან მოყოლებული არსებობს. გაწვეთილი საღებავი, ავეჯი და ზედაპირები უბრალოდ შემთხვევითი ჭუჭყი არ არის. Blaze-ის გრძელი და ხუჭუჭა თმა იმდენად რთული იყო, რომ Pixar-მა ახალი სუპერმოწინავე ინსტრუმენტები შეიმუშავა მის ანიმაციაზე სამუშაოდ. ამიტომ თუ მის თმას Pixar-ის სხვა პერსონაჟების თმასთან შეადარებ, შეამჩნევ, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან. იმისთვის, რომ დაფოდილის ცხემი სწორად ემოძრავებინა თავისი წონითა და კუნთოვანი სტრუქტურით, Pixar-მა სრულიად ახალი ციფრული ჩონჩხი შექმნა. მათ ვერ შეძლეს უბრალოდ ბულის სხეულის გადამუშავება, რადგან ის გიგანტურ სათამაშო ცხენს დაემსგავსებოდა და არა ნამდვილ ცხენს. Blaze-ის ლეპტოპზე არის ფუტკარი, რაც Andrei-სა და Wally-ბეს თავგადასავლებზე მინიშნებაა. გუნდი ექსპერიმენტებს ატარებდა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან წარმოების პროცესში, მაგრამ დაასკვნეს, რომ ჯერაც ვერ აღწევდა იმ ხარისხს, რომელიც საბოლოო სცენების შესაქმნელად იყო საჭირო. თუმცა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს მხატვრების სამუშაოს დასაჩქარებლად, მაგრამ არა ანიმაციის შესაცვლელად. Woody-ის დაბრუნება ნაჩვენებია უკნიდან და ძალიან ქვემოდან, დაწყებული ჩექმებით. ეს კადრი გვახსენებს ენდის დიდ ფანტაზიას Toy Story 3-ში. როცა ბაზი უდის ხვდება, მისი ლაზერი მასზეა მიმართული. ზუსტად ისე, როგორც მათი პირველი შეხვედრისას 1995 წელს. უდი კიდევ ერთხელ აბნევს ბაზს, მიუთითებს რაღაცაზე მის უკან. ეს იგივე ხუმრობაა, რაც პირველ ფილმში გააკეთა. განსხვავება ისაა, რომ ახლა ის აღარ იყენებს ამას, რომ ფანჯლიდან გადააგდოს. როცა უდი და ბაზი ისევ კამათობენ, ბატონი კარტოფილის თავი ამბობს, რომ კარგია ისევ რომ ჩხუბობენ. ეს იმიტომ, რომ ასე დაიწყო მათი მეგობრობა პირველი ფილმიდან. ჰამის თხოვს დამალვას ბონის ტუალეტის მაგიდის უკან და ხაზგასმით ამბობს, რომ სწორედ მან გადაადგა იგი. მინდა დავრჩე კომოდის უკან. რამდენიმე წელი იქ ყოფნა შემიძლია. ეს იგივე ტიპის ხუმრობაა, რაც Toy Story 3-ში იყო, როცა მან ასევე თავისთვის გადადო ბარბის კორვეტი. ორივე გარბის ანდერსონის მანქანის უკანა მხარისკენ იმეორებენ რბოლას, რომლითაც პირველ ფილმში ენდის სათვისტოს დასწევას ცდილობდნენ. ბაზის ტექნოლოგიური ჯარი ვუდის ზურგის აგენტად აღიქვამს. ეს არის მინიშნება სათამაშოების ისტორია 2-ზე, სადაც ბაზიც ყველაფერს თავისი წარმოსახვითი კოსმოსური ომის ნაწილად მიიჩნევდა. ბაზის არმიის მიერ ბანაკში გამოყენებული ბრაუზერი ზუსტად იმეორებს Google Chrome-ის ფორმას, ჩანართებს, მისამართის ზოლს და ღილაკებს იგივე ადგილებში. საკუთარი სხვა ვერსიების დასართმუნებლად ბაზი ამბობს: ჩაიხედეთ თქვენს გრძნობებში. ყველა მიწის რომ ეს სიმართლეა. ეს ის ფრაზაა, რომლითაც Darth Vader-ი Luke-ს უმხელს, რომ მისი მამაა. ჩაიხედე შენს გზნობებში, შენ იცი რომ ეს სიმართლეა.
და ხუმრობა აქ არ მთავრდება. ბაზი ამტკიცებს, რომ ზურგი მათი ყველას მამაა და ყველა 50-ვე შოკში ვარდება, მასობრივად იმეორებენ ვარსკვლავური ომების ყველაზე ცნობილ ოჯახურ ტრავმას. როცა ბაზები დღეს გადიან, ჩნდება ირემი, კურდღლები და რბილი გუნდი, რაც აშკარა მინიშნებაა ბემბიზე. დღეში გამოჩენილი ციხვი Dog Days-ის მოდელის გადამუშავებულია, ლურჯი ჩიტები კი Turning Red-დან არის გადმოტანილი. და ირემიც გადამუშავებულია ამ შემთხვევაში Hoppersdან. ამ მომენტში ისმის Love is a Song-ის ვარიანტი, რომელიც ბემბის საწყისი თემაა. როცა ადამიანები ჩნდებიან, მუსიკაში იწყება მოულოდნელი ნატყვეტი, რომელიც ბემბიში მონადირეების გამოჩენას აუწყებდა. ერთ-ერთი ბაზი ნელა ამოდის წყლიდან ისე, რომ მხოლოდ თვალები უჩანს, ზუსტად ისე, როგორც კაპიტანი უილარდი ფილმში Apocalypse Now. ციგნებს შორის ჩანს ხავერდოვანი კურდღელი, სათამაშოს ისტორია, რომელიც სულს ნამდვილი გახდეს ბავშვის სიყვარულის წყალობით. ბოროტი ვერსიას ტირო ალბლანკოს ნამდვილად აქვს ხმა, მაშინ როცა ორიგინალ ცხენს ეს არასდროს ქონია ამ საგაში. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ სურდათ საგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წესის დარღვევა. ლილიპადი მთავრდება Three Country Charities-ის სატვირთოში, იგივე ორგანიზაციაში, რომელიც დაკავშირებულია ჯესის დონაციასთან. დევნის დროს ჩნდება თითქმის იდენტური ნარინჯისფერი კონუსები, როგორცაც სათამაშოები იყენებდნენ ქუჩის გადასაკვეთად სათამაშოების ისტორია 2-ში. მაინტერესებს იქ ქვემოთ რა სათამაშოები იქნება დამალული. დაინოქოს ბენზინგასამართი სადგური კიდევ ერთხელ ჩნდება. ქუითელი პიცა პლანეტის მანქანა ჯესის ტიროალ ბლანკოს და ბაზების არმიასთან გადაულის და აიძულებს გაჩერდნენ. მაგრამ ცოტა წინ კიდევ ერთი პიცა პლანეტის მანქანა ჩნდება, რომელიც დაინოქოს ბენზინგასამართ სადგურთან და პიცა პლანეტის რესტორანთან არის გაჩერებული. გადარჩენი სცენა აერთიანებს ჯესის უდის და ტიროალ ბლანკოს, მანქანებს, ცხენებს და 50 ბაზს. გუნდმა დააკოორდინა 100-ზე მეტი ინდივიდუალური პერსონაჟი და ეს აღწერეს როგორც მთელი წარმოების ერთ-ერთ ყველაზე რთულ სცენად. კრანის საკონტროლო პანელის ვილაკებზე ჩანს ლუქსოს ბურთი. ბაზებს ზურგზე აქვთ კოდი, მაგრამ ის არ შექმნილა იმისთვის, რომ კინოში მობილურით დაასკანერო. ლილიპადი მას კითხულობს ისტორიაში და ამით მთელი ჯარის დრონის რეჟიმს ხსნის. როცა ბაზები აფრინდებიან, ერთ-ერთი ამბობს, რომ ეს ნამდვილად ფრენაა, ხოლო ვუდი სტილით ამთავრებს. 1995 წელს ისინი სტილით ვარდებოდნენ. ამას მე სტილით ფრენას უწოდებ. მე არ ფრენო, მე სტილით ვარდები. მოკლედ, სანამ ჯესი და ბაზი კოცნიან ერთმანეთს, იქვე გადის Toy Story 3-ის ნაბვის მანქანა, სადაც ლოცოი ოგაჭედილი. როცა ბლეიზი სათამაშოებს აბარებს, მისი ფრჩხილები სხვადასხვა ფერად არის შეღებილი. ზოგიერთი ფანი ფიქრობს, რომ თითოეული ფერი Taylor Swift-ის სხვადასხვა ეპოქას შეესაბამება, რომელიც ფინალურ სიმღერას ასრულებს. ხეზე გამოჩნდა წარწერა. ჯესი აქ იყო და ტადამარხული მეტალის ხუთი. ემილიმ ბავშვობის მოგონებები შეინახა იმავე ადგილას, სადაც თამაშობდა თოჯინით, რომელიც შემდეგ მიატოვა. კაფსულის შიგნით ფოტოზე ჩანს, რომ ემილიმ თავთავის ქალიშვილს ჯესი დაარქვა. უკან მხოლოდ A113 არ არის, სრული კოდი წერია TSE 113, სადაც Toy Story-ის ინიციალები და Pixar-ის ყველაზე ცნობილი ნომერი ერთიანდება. კაფსულაში არის სამაგრი ყვითელი სფეროთი, რომელიც ძალიან გავს ინტენსამენტეს ცენტრალურ მეხსიერებას. ჯესი საბოლოოდ მას იყენებს და ემილის მოგონებას ფიზიკურად ატარებს ბოლო დევნის დროს. Taylor Swift-მა Toy Story 5-ის ფილმის მონაკვეთის ნახვის შემდეგ დაწერა სიმღერა I Knew It, I Knew You და იმავე საღამოს უკვე იწერდა ვოკალებს. ასე რომ დიახ, კრედიტების სიმღერა სულ რაღაცა 8 საათში დასრულდა. საბოლოო ნახატებში კვლავ ხედავთ არსის, რომელიც თითქმის გაუჩინარდა Toy Story 4-ის შემდეგ. გარდა ამისა, სათამაშოები ასრულებენ იმ სიმღერას, რომელიც ლილიპადმა შექმნა, როცა ჯესის სიტყვები რეპად გადააქცია. სკოლის ავტობუსზე ჩანს სანუმრე, ნიშნავი TS 112295. TS ნიშნავს Toy Story-ს, ხოლო 112295 1995 წლის 22 ნოემბერს, როდესაც პირველი ფილმი გამოვიდა. კრედიტების სცენაში 50 ბაზი ეშვება სკოლის ეზოში და თითოეული მათგანი პოულობს ბავშვს. მასწავლებელიც კი ერთ ციტოებს. შემდეგ ზურგი ჩნდება ზურგჩანთაში, რომელსაც ანდრიუ სტენტონი, რეჟისორი ახმოვანებს და ისევ მიესალმება ბაზს როგორც თავის შვილს. ფილმი მთავრდება ზუსტად იქ, სადაც დაიწყო მისი კრიზისი. 50 დაკარგული სათამაშო პოულობს, ვისაც ეკუთვნის. და ეს იყო 120 საინტერესო ფაქტი, რომელიც Toy Story 5-ზე ნახეთ. თქვენ კიდევ სხვა რამე აღმოაჩინეთ? კომენტარებში კითხულობთ.